ქალბატონო ელისო, ზუსტად ასეთი პიროვნება რო იყო და ასეთი იმპერია შექმნა და ასეთი სახელმწიფო შექმნა და თვითონ რო ჩექმაში იყო, კიტელში იყო და შვილებს რო ფრონტზე აგზავნიდა და არაფერი რო არ დარჩენია, მატერიალისტი რო არ იყო და იდეალისტი იყო და ესეთი ქვეყანა აშენა, იმიტომ ვერ იტანენ. ესენი ახლა აი სტალინს ლანძღავენ და აგინებენ, ხო? აი ლანძღავენ, აგინებენ სტალინს. ნებისმიერ პოლიტიკოსი აიხი და ნებისმიერი ეს ცნობადი სახე თუ ეს ვინცაა დღეს გამოსული, ვინც აკრიტიკებს. ბიჭო, სტალინი მისი იდეის ერთგული იყო, თვითონაც ჩექმაში იყო, კიტელში იყო, შვილები ყავდა ფრონტზე გაგზავნილი. ესენი თვითონ არც ერთი ომის მონაწილეები არ არიან. ახლა იდეაში ჩექმაში და კიტელში ზედმეტია ლაპარაკი. ან რომელიმე შვილი ომში კი არა ჯარში თუ არ ამსახურები. ელემენტარული. და ამათი შვილი რო ვინმე ჩაიგდოს ხელში და გენერალზე გასვლა რო შემოთავაზონ, ხო? გენერალს კი არა. გენერალს კი არა. თელ ქვეყანას გაყიდიან მისი უჯიშო შთამომავალი, ოღონ გამეიხსნან იქედან. და უარესაც გეტყვით. შვილი კი არა. ძაღლი და კატარო დაიჭიროს ამათი ვიღაცა. და უთხრავს, რომ საქართველოს დააქციო და ძაღლს და კატას გამოუშვებ. თელ ქვეყანას დააქცევენ მისი ძაღლისა და მისი კატის გულისა და ამერიკაც გამოუძღეს და სტალინს ლანძღავს. აი, ესე იგი რას მეუბნები? აღიარება მოხდა, აღდგენა მოხდა 1917 წელს საეკლესიო კრების შედეგად და საბჭოთა კავშირმა აღიარა, აი არ გესმის ეგ საკითხი. აი არ გესმის, არ გეწყინოს, მაგრამ არ გესმის. არ გესმის. საქართველოს ავტოკეფალიას საბჭოთა კავშირი აღიარებდა თუ არ აღიარებდა, ამაზე არ იყო საქმე. ეს ერთი. იმიტომ რელიგიური საკითხი სხვა არის და სახელმწიფოებრივი საკითხი სხვა არის. და რაც ხდებოდა სინამდვილეში, მაშინ იყო სხვა რაღაცა. რუსეთის ეკლესია თვითონ არ წარმოადგენდა ავტოკეფალურ ეკლესიას, იმიტომ რომ პეტრე პირველმა რუსეთის ეკლესია დაუქვემდებარა რუსულ სახელმწიფოს. პეტრე პირველიდან მოყოლებული რუსეთის ეკლესია თვითონ არ იყო დამოუკიდებელი, სახელმწიფოს კუთვნილება იყო. საბჭოთა კავშირში და სტალინის პერიოდში რა მოხდა, იცი ჩემო კარგო? ჯერ სახელმწიფოდან გამოყო სტალინმა რუსეთის საპატრიარქო აღადგინა და თავისუფლება მისცა და მერე უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ხარო და თავისუფლება მივეცითო ეკლესიას, რაც პეტრე პირველმა წაართვა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას და ასე შემდეგ, შენ უფლება არ აგაქვს, რომ საქართველოს ავტოკეფალიის დამოუკიდებლობა არ სცნო. და მერე თავისუფალმა დამოუკიდებელმა უკვე რუსულმა ეკლესიამ აღიარა საქართველოს ავტოკეფალია. იმიტომ რომ რუსეთის ეკლესია თუ არ აღიარებდა ავტოკეფალიას, ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს არის საეკლესიო საკითხი, რომელიც სხვანაირად რეგულირდება. თუ ყველა ეკლესია არ ცნობს ეკლესიის დამოუკიდებლობას, ის ეკლესია დამოუკიდებელი ვერ იქნება. და მით უმეტეს ის ეკლესია, რომლის შემადგენლობაშიც იყო. ეკლესია რო გახდეს დამოუკიდებელი, პირველ რიგში ვის შემადგენლობაშიც არის ეკლესია, იმან უნდა აღიაროს მისი დამოუკიდებლობა. და ეს გააკეთა სტალინმა. ისე ცოტა არ ვიცი, შეიძლება მოძღვარიც აკყავს ეკლესიაშიც დადიხარ და თუ ეს ასე არ იყო, მამაოს კითხე. შენ თუ ვერ მოიძებნი ჯიგარო მაგ ინფორმაციას. არავის არ ვერჩიმე ჩემო ძმაო რა. არავის არ ვერჩიმე, თვითონ ერჩის უყველა მის თავს. ყალბი, სიაფანტი და აფირისტი ეროვნულის მეზიზღება, სტალინელის მეზიზღება. ისიც მეზიზღება, რა ქვია, ფარისეველი, ქრისტიანის მეზიზღება და ყველა მეზიზღება. არავის არ ვერჩი, ყველა ერჩის მის თავს. ხო, თუ სიმართლე გინდა ასე. უნდა საქართველოს, უნდა ქართველი ერთს დამოუკიდებლობა, უნდა საქართველოს. მე გეტყვით რომ არ უნდა. არ უნდა. არ უნდა. არა ეს დამოუკიდებლობა. ადამიანებს, რომლებსაც ეზიზღებათ საბჭოთა კავშირი და უნდათ ევროკავშირში მისი ქვეყნის შეთხრა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმას საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. ის მონაა, უბრალოდ იცვლის ბატონს. და რამდენი ახლა გაუცნობიერებელ ადამიანს უნდა
საქართველო იყოს ევროკავშირში. და იმას ვერ ხვდება, რომ იგივე საბჭოთა კავშირი და უარესია კიდე. ბევრ რაღაცაში. უბრალოდ ფულია აქ. გონიათ რომ ფულია და გონიათ რომ ხელის გულზე აცხოვრებენ ევროპელები ქართველებს. კი, ერთი რუმინეთი ცხოვრობს ევროკავშირში გაწევრიანების მერე კარგად, ერთი ბულგარეთი ცხოვრობს კარგად, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ხო საერთოდ გადასარევად არიან და რა უჭერთ ჩემო კარგო და მე საქართველოს ცხოვრობს კარგად. ამიტომ გეუბნები არ უნდათ. აი საბა მეკითხება ერმილეო ზურაბაშვილო სტალინიო ასეო თავისი წინაპრების შურისძიების გამო ეზიზღება თუ სხვა რამეშია საქმე. მოიძებნა შემოზმაო ამათმა როდისმერე იყო გადაგვარებულმა ურჯულომ ან მისი წინაპარი იცოდეს ან სხვის წინაპარი იცოდეს. როგორც ამათმა კოლექტიური სახი ამათი ნოე ჟორდანიამ და ნოე რამიშვილმა და მენშევიკებმა არ იცოდნენ. პოლიტიკური ავტონომიის წინააღმდეგიც კი იყო საქართველოსი. მე თავრობის თავმჯდომარე რო იყო რაცა ისტორია მაჩუკა. ესეთი თავში დაეცათ საქართველოს დამოუკიდებლობა, ასე წერდა რომ ლანგარზე რომ მიართვა თუ საქართველოს დამოუკიდებლობა ლანგარზე რომ მიართვა, მაინც ვერ მიიღებს. მე მოხდა ასე. გერმანიამ გვაიძულა. სიმართლე თუ ვინმეს უნდა ეს არის რომ გერმანიამ გვაიძულა დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წელს. თუ არა, ნოე ჟორდანიას და ამ ნაგავს საერთოდ უნდა საქართველოს დამოუკიდებლობა. არ უნდათ. გადახედეთ, წაიკითხეთ. საერთოდ არ ცნობდა საქართველოს. ილია ჭავჭავაძეს ეძახდა ხალხის მტერს და გვეწარმავას და რა მოხდაო მეო. ზო რა ქვიაო ილია ხესროჭიან ნაფოტიცო ვარდებაო ილიას სიკვდილს ასე გამოიხმაურა ეს სულად ძაღლებული ეს როგორც იმან არ იცოდა მისი წინაპარი ის არის სალომე ზურაბიშვილმა მისი წინაპარი და მისი ის ოღონ თვითონ იყოს კარგად გაძღეს გასკდეს დაუკმაყოფილებელი დედაკაცი გარყვინილი აღვირახსნელი და კისერი იტეხოს რატო გეუბნები ამას იცი წინაპრების გამო კი არ ძიობს შურს და ძიერაშური უნდა იძიოს ვით შეფეხებია სალომე ზურაბიშვილი ვის ემახსოვრება ხვალ და ზეკ წეო ის არ იყოს რა ქვია სხვა რეგავს ფეხზე გამომბული მაგიაჟიც არ უნდა წაისვას კაცო და სტალინი დარჩება ისტორიას და იქნება როგორ შეიძლება რატო ამბობ იცი და რატო ეს გამორიცხული ესე ის თუ გეზიზღება საბჭოთა კავშირი და ის წყობა და წინაპრების გამო იქცევი ასე მაშინ გვერდით არ უნდა გყავდეს ლანა ღოღობერიძე ტაბურეტკოვნა ლანა ღოღობერიძე რომელიც იმით იყო სახელგანთქმული რომ პირწავარნილი ჯალათი იყო ბოლშევიკების და ადამიანს დასახვრეტად ვერწყევდა ტაბურეტკას იდგამდა და ისე ხოცავდა ხალხს და ლანა ღოღობერიძე და ბოლშევიკების შთამომავალი და შვილი და საამაყო ეს კახპა ეს გადაგვარებული გარყვნილი აღვირახსნილი ჩათლახი და მენშევიკების შვილი და ბოლშევიკების შვილი თუ შვილი ერთად არიან ჩახუტებული და საქართველოს დემოკრატიას შიგ ევროპაში გამომარჯვოს ამას რომ ბოლშევიკების მიმართ კონდეს რაიმე საერთოდ რაიმე დამოკიდებულება რო კონდეს ცხოვრებისეული პრინციპები რო კონდეს და არ მოკონდეს იქ მასა მოიღებდეს საერთოდ გვერდში დაიყენებდა იმას სისულელია მაგ არა თუ ჩემი ძმა ხარ წინი აქვს წაკითხული კი არა მოსმენაც ეზარებათ აგერ მაშინ თურქეთს რა ტერიტორიები აქვს მიტაცებული რატო ალბათ სტალინს ხო პასუხს რატო არ დააბრუნა სტალინმა წაუყენა თურქეთს ტერიტორიული პრეტენზიები და ომის დაწყებასაც აპირებდა მაგრამ თურქეთი ნატოში მიიღეს და ატომური ბომბი ჰქონდა ამერიკას და ომის შემთხვევაში საბჭოთა კავშირის 20 დიდი ქალაქი მე 300 ობიექტით იყო ეს ფორმირებული დროპშოტი ერქვა ოპერაციას მათ შორის თბილისიც იყო დაბომბვის მთავარი სამიზნეები ომი რო დაიწყო სტალინს
ახლა სტალინთან ამიტომ ვერ დააბრუნა. რასერჩით კაც თურქეთმა ნატოში შეიყვანა ის ტაუკლარჯეთი და დანარჩენსაც შეიყვანს ახლა რო გითხოთ იქ აჭარას, ახალციხეს, ახალქალაქსაც იმასაც შეიყვანს იმაში ნატოში. სტალინთან ერთად ღამეები მაქვს ნათელები რა. არა სავალდებულო შინთანამედროვე იყოს იცოდე მისი გაკეთებული საქმე. სტალინი რო ყოფილიყო არა მარტო უკრაინელია, საერთოდ ბევრი ვინმე ვერ იარსებებდა. და ომამდე რომ ჰიტლერს გულში იხუტებდა, ეს როგორო, ხო? რასიზმი, პოლიტიკა ასეა. მოკავშირეები დღეს არიან, მოკავშირეები, ხო, შეიძლება მტერი გახდეს. აგერ ახლა დღეს ტრამპი იყო გამოსული. და მოკავშირე არის დანია მისი. და გამოაცხადა დანიის უზარმაზარი ტერიტორიაზე. გრენლანდიას ახლა მოსახლეობას მოუწოდა შემოგვიერთდით, აგერ და მიგიღებთ. დანია, რომელიც იყო ევროპაში ერთ-ერთი დასაყრდენი და სადაც ვერ უაპარატურა ყველაფერი და პირწავარდნელი ამერიკის მოკავშირე იყო. ასეა პოლიტიკა. მოკავშირე არ ყოფილა სხვათა შორის. მოკავშირე სხვა რაღაცას ნიშნავს. მოკავშირე არის, როცა მათი არმიები ერთად იბრძვიან. არანაირი მოკავშირე არ ყოფილა სტალინის ჰიტლერის. იყო ეს ორი იმპერია, ესაზღვრებოდა ერთმანეთს და შეთანხმებულად მოხდა მოლოტოვი-რიბენტროპის პაქტის გაფორმება. და კი მაგრამ სტალინს რო ლანძღავთ და აგინებთ ისა რა ქვია ელემენტარული ჰიტლერის მოკავშირეები ბრიტანელები რო იყვნენ, ფრანგები რო იყვნენ და ამერიკელები რო იყვნენ, ისე უნდა. მიუნხენის შეთანხმება, მიუნხენის ძელკა. როგორ იყო? ჩეხეთი რო შეიერთა და გადაყლაპა და ავსტრიის ავშვიცი რომ მოაწყო და შეუერთა ყველაფერი გერმანიას და ჩეხების საერთო სახელმწიფოებრიობას არ ემსახურებენ. იმნაირი ერიაო ამერიკელებმა და ბრიტანელებმა და ფრანგებმა მე რაო ჩვენო ჩეხეთიო ჩვენთვის რაღაც შორეული ქვეყანაო რომელზეც ვარც არაფერი არ ვიცით დიდათო. ვინ იყო ერთი ამის მოკავშირე? არ იყვნენ მაგარი მართლა იყვნენ მოკავშირეები. იმიტომ რომ მაგათი ფულით მოვიდა ჰიტლერი და მისი სასტავი იქ. სტალინს რას ერჩი მეზობელი იყო ბუნებრივად არ უნდა ეთამამშრომლა რაღაცეებში? დაიწყო როგორ დაამთავრა მე ჰიტლერმა ამაშია საქმე. გაიხარე მოხდა, გაიხარე. წერს აგერ ადამიანი Нинка Антонова. Спасибо грузинскому народу за Сталина.